მოგესალმებით ლევანი მასწავლებელი, ამ ვიდეოში გავივლით Arduino Python-ის კურსის პირველი იუნიტის მე-16 ქვეთავს, რომელიც მოიცავს if statements. შემოვედით Arduino Python-ის კურსზე, პირველი იუნიტის მე-16 ქვეთავე, პირველი ვიდეო, მეორე კვიზი, მესამე დაწერილი კოდი, სადაც უნდა შევიდეთ და გავარჩიოთ და ვნახოთ რა დაგვხვდება და როგორ აკეთებს ახლა ეს QI ამ დავალებას. მოკლედ, მრავალსტრიქონიანი კომენტარი ზევით, ერთსტრიქონიანი კომენტარები, speed equals სიჩქარე არის 5 მითითებული, შემდეგ ფუნქცია არის შექმნილი, ფუნქციაში ეს არის გაწერილი. pen-up-ი აქედან იწყებს Q მუშაობას, აიღოს კალამი, შემდეგ set position-ი რომ წავიდეს ამ პოზიციაზე, ანუ 0 და 200, ანუ ზევით ავიდეს, შემდეგ შემოbrunდი მარჯვნივ, ეგ ნიშნავს რომ ქვევით გამოიხედე, იმიტომ რომ საწყის პოზიციაში Q მარჯვნივ იყურება, შემდეგ გამოიძახე ეს ფუნქცია, რომელიც ამას აკეთებს და ამ ფუნქციას გავარჩევ შემდეგ set position-ი, როდესაც ამ ფუნქციის გაკეთებას დაასრულებს, ანუ ქვევით ჩამოვა, set position-ში მერე გადადის ისევ -200 და 0, ანუ ამ პოზიციაზე გადადის. შემდეგ left-ი მოbrunდი 90 გრადუსით და ისევ გამოიძახე ეს ფუნქცია. ანუ აქედან წამოვიდა ისევ აქ. ახლა თვითონ ფუნქცია რას აკეთებს? სლადია შექმნილი count-ი, რომელიც 0-ს უდრის და რაში დაგვჭირდება აქ? გავიგებთ. შემდეგ 16 ჯერ გაიმეორე ეს კოდი. ახლა 16 რაში გვჭირდება? დავთვალოთ 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 და 16. ესე იგი დადე კალამი, წადი წინ, ამ წერტილზე ვართ ახლა წარმოიდგინეთ, ამ წერტილზე ვართ. დადე კალამი, წადი წინ, მოbrunდი მარჯვნივ 90 გრადუსით, ანუ შემოbrunდა აქეთ, ამ მიმართულებით. და თუ count-ი, ანუ ეს პროცენტი ნიშნავს ახლა დანაშთვას. ახლა დანაშთვა რას ნიშნავს? count-ი რომ გავყოთ 2-ზე და ნაშთი ტოლი იქნება 0-ის. მაშინ გააკეთე pen size იყოს 5. ესე იგი 5 იყოს size, ანუ ზომა ამ ხაზის და გააგრძელე ისევ ეს კოდი. ახლა აქ ახალი არის დანაშთვა. ანუ count-ი თავიდან ხომ უდრის 0-ს. თუ count-ი, ანუ 0 გაყოფილი 2-ზე ნაშთი არის 0, მაშინ pen size კალმის ზომა იყოს 5. თუ მსხვილი იყოს ეს ხაზი, თუ წვრილი. ამას გამსავსებთ. შემდეგ წადი 10 პიქსელი წინ, ანუ ამ წერტილიდან აქეთ წამოვიდა 10 პიქსელით, შემდეგ 20 პიქსელით დაბრუნდა უკან, აქ, შემდეგ ისევ წინ წავიდა, ანუ აქ წავიდა წინ, წამოვიდა უკან, დაბრუნდა ისევ წინ, შუა წერტილზე მოვიდა და კალმის ზომა გახადა 1. მოbrunდა მარცხნივ, აიღო კალამი და count-ი გახადა 1-ით მეტი. ანუ თავიდან თუ 0 იყო, აქ count-ი გახდა 1. შემდეგ 1 რომ გააკეთა, ხომ ჩამოვიდა, მერე იწყებს ისევ თავიდან, ხო? pen down-ი გააკეთა, ისევ 25 პიქსელით წავიდა წინ. შემდეგ right-ი მოbrunდა მარჯვნივ, ანუ ამ მხარეს მოbrunდა და ისევ ამ if-ს ეკითხება, თუ count-ი გაყოფილი 2-ზე ნაშთი არის 0, ანუ აქ ხომ 1 გახდა უკვე, როდესაც ეს გააკეთა, count-ი გახდა 1-ის ტოლი. 1 რომ გავყოთ 2-ზე ნაშთი 0-ის ტოლი არ არის 1-ის ტოლი, ამიტომ pen size 5 აღარ გახადა და გააგრძელა ამ მოქმედებების გაკეთება. ესე იგი ზუსტად ეს აკეთებს, რომ აქ ზოგჯერ მსხვილი არის, ზოგჯერ წვრილი არის, ხო? ეს ხაზები. ამიტომ ყოველი კენტი ხაზი არის მსხვილი, ლუწი ხაზი არის მეორე, მეოთხე, მეექვსე წვრილი ხაზები. შემდეგ იგივე საკეთებს, უბრალოდ აქ რომ ჩამოვა, გადადის ამ პოზიციაზე და იგივე საკეთებს აქაც. აქ დასამახსოვრებელი ერთი ის არის, დანაშთვა არ იყო, აქამდე შემოსული დანარჩენი, ეს კოდი დანაშთვის გარეშე გაკეთებული გვაქვს წინა სავარჯიშოებში. Next დავაჭიროთ, გადავიდეთ შემდეგ დავალებაზე, ვნახოთ ახლა აქ happy face-ი უნდა შევქმნათ, ესე იგი სლადი უნდა შევქმნათ happy, უნდა ერქვას სახელი, უნდა ვკითხოთ მომხმარებელს ხარ თუ არა დღეს happy ხასიათზე, ბედნიერი ხარ თუ არა
და შემდეგ თუ მომხარებელი ეტყვის yes, უნდა დაუხატოს ასეთი smile. მოდი დავიწყოთ ახლა ცოტა ქვევით ჩამოვიდეთ. შევქმნათ სლადი happy უდრის input გავხსენით ჭრილი გავხსენით ჭალი და ვკითხეთ are you happy today კითხვის ნიშანი space-ი დავწერეთ გადავიდეთ ბოლოში და ჩამოვიდეთ ქვევით ახლა რას ვაკეთებთ თუ if happy უდრის გავხსენით ჭალი და yes ანუ ორ წერტილი და ჩამოვიდეთ ქვევით აქ show exercise რომ დავაჭიროთ yes დიდი ასოთი წერია აქ შეგვიძლია დავწეროთ აქაც დიდი ასოთი ესე იგი თუ user-ი შეიყვანს yes ანუ აქ happy-ში ესე იგი თუ happy იქნება yes მაგ შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს პირველ რიგში speed-ი მივთითოთ იმიტომ რომ დიდი დრო არ დაჭირდეს speed იყოს 0 რომ ძალიან ჩქარა გააკეთოს 0 იცით რომ ყველაზე სწრაფი არის სიჩქარე ყველაზე სწრაფი არის 0-ზე. შემდეგ ფუნქცია შევქმნათ, რომელიც smiles გააკეთებს. და წავიდეთ ახლა ფუნქციის შესაქმნელად ზევით. define smile. ჭრილები გავხსენით, ორ წერტილი, enter და ჩამოვედით ქვევით და ახლა რა უნდა გავაკეთოთ smile-ისათვის. ხო ვიცით რომ ჩვენ ცენტრში არის ამისათვის ჯერ უნდა ჩამოვიდეს ქვედა პოზიციაზე. ქვედა პოზიციაზე რომ ჩამოვიდეს, კალამი უნდა აიღოს, რომ ის ქვედა ხაზი არ დახატოს, ხო, ქვევით ჩამოსვლის კონტური არ დახატოს. ამიტომ pen up-ი გვინდა აუცილებლად. ამის შემდეგ პოზიცია set position და set position-ი არის, ესე იგი x პოზიცია აქ 0 არის და ქვევით ჩამოვდივართ, ისევ 0 რჩება, ხოლო y პოზიცია იცვლება. ანუ 0 მძიმე და -50 მივუთითოთ. გადავედით გვერდით, ქვევით ჩამოვედით. შემდეგ, როდესაც ქვედა პოზიციაზე ჩამოვა, დავწეროთ pen down და მოდი გავუშვათ, მივუთითოთ yes set position-ი ისევ დიდი ასოთი დავწერეთ set position-ი მივუთითოთ yes და აი ჩამოვიდა ქვევით. აი აქედან უკვე უნდა დაიწყოს ახლა წრის დახატვა და ფერის ჩასხმა. პირველ რიგში დავიწყოთ begin fill ჭრილები. ამის შემდეგ ფერიც მივუთითოთ color გავხსენეთ ჭრილი და yellow და დავხატეთ უკვე წრეს. სირქლ და წრე იყოს 50 რადიუსის მქონე. 50 რადიუსის მქონე, იმიტომ რომ აქედან თუ ჩამოვედით აქ, ესე იგი 50 რადიუსი უნდა იყოს, რომ წრე მოხდეს კანვასის ცენტრში. თუ აქ დავწერთ სიტყვაზე უფრო ქვევით ჩამოვიყვანით -60-ზე, მაშინ 60 პიქსელი რადიუსის მქონეს დავხატავდით, რომ ცენტრში აღმოჩენილიყო წრე. როდესაც წრეს დახატავს, შემდეგ end fill-ი გვინდა რომ დაასრულოს ფერის ჩასმა. გავუშვათ, მივუთითოთ yes და აი დახატა წრე. ამის შემდეგ ჩვენ უნდა დავხატოთ თვალები და ეს ღიმილი, ხო? ამისათვის პირველ რიგში უნდა აიღოს კალამი და მოვიდეს აი ამ პოზიციაზე და დახატოს აქ წრე, მე ამ პოზიციაზე და დახატოს წრე. კარგი. pen up შემდეგ პოზიცია set position და ეს პოზიციები თქვენ შეგიძლიათ ოდნავ შევცვალოთ. თუ გინდათ ოდნავ თვალები მარცხნივ მიწიეთ, მარჯვნივ მოწიეთ, ქვევით ჩამოწიეთ, ან სხვა, მაგრამ ამ შემთხვევაში მე დავწერე ახლა -17, მძიმე და 10. შემდეგ თვალი ხომ უნდა გავაკეთოთ, ერთი თვალი უნდა გააკეთოს, მეორე თვალი უნდა გააკეთოს და ამიტომ ერთი და იგივე უნდა გააკეთოს აქაც და აქაც, უბრალოდ პოზიციები იცვლება, ხო? ამიტომ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ფუნქცია, რომელიც გააკეთებს თვალს და ზევით define აი შევქმნათ. და ახლა თვალის გაკეთების ფუნქცია რა არის? უბრალოდ pen down-ი გვინდა, pen down.
ანუ წარმოიდგინეთ, რომ უკვე თვალთან არის, აი აქ თვალთან მოდი გავუშვათ, მივუთითოთ ES, ჩამოვიდა ქვევით და set position. Set position-ის სულ დიდი ასოთი წერი, იმიტომ რომ JavaScript-ში ეგრე იწერება ES და აი ამ პოზიციაზე ახლა უბრალოდ არ ჩანს go. Pen down. შემდეგ color უნდა მივუთითოთ ახლა ზუსტად color black-ი რომ არ ჩანს და გამოჩნდეს. გადავიდით გვერდზე, ჩამოვიდით ქვევით და აქაც დავიწყოთ begin fill. გადატირე fill. ჭრილები enter. დახატოს წრე იყოს 5 პიქსელი რადიუსის მქონე და დაამთავროს end fill. დაამთავროს ფერის ჩასხმა. ოპა, აქაც ლოგი ჩამერთო. And fill. გავუშვათ, რას დავაჭიროთ, მივუთითოთ ES, დახატა ერთი, დახატა მეორე, მაგრამ აქ არ ჩანს ახლა ეს თვალი, იმიტომ რომ Q ეფარება თვითონ. ახლა გადავიდეთ ისევ აი ამ smile-ზე და აქ პოზიცია უნდა შევუცვალოთ. ჩამოვიდეთ ოდნავ ქვევით და აქ ისევ pen up. პოზიცია ახლა თუ ამ პოზიციაზე იყო -17 და 10, შუაში ხო 0 არის, უნდა გადავიდეს მარჯვნივ, ხო? ანუ -17, 0-დან მარცხნივ თუ წამოვიდა -17-ით, 0-დან მარჯვნივ უნდა წავიდეს 17-ით, ხო? ესე იგი set position-ი გვინდა აქ უკვე 17 და 10. ჩამოვიდით ქვევით და გამოვიძახეთ ფუნქცია. გავუშვით და ვნახოთ ახლა ES enter, ერთი თვალი და pen up-ი სადმაკ pen up. გავუშვით ES enter და აი ერთი დახატა, მეორე დახატა და აი აქ გაჩერდა. ამის შემდეგ გვინდა უკვე მოვიდეს აი ამ პოზიციაზე, რომ აი აქ დახატოს ასეთი smile-ი, ღიმილი. რა თქმა უნდა pen up ჭრილები, შემდეგ set position გავხსენით ჭრილი და აქ უკვე პოზიცია -30 და -10 მივუთითოთ. და რა თქმა უნდა ეს შეგიძლიათ ოდნავ ცვლილება გააკეთოთ, აი თვალები მაგალითად თუ არ მოგწონთ, აქ ოდნავ ერთად დაახლოვოთ, ან დააშოროთ და ასე შემდეგ. კარგი, pen down. შემდეგ გვინდა აუცილებლად აი აქ რომ მოვა Q იყურება მარჯვნივ, ხო, როგორც ახლა იყურება, აი აქეთ ფარის იყურება და ქვევით უნდა გაიხედოს რომ აქედან დაიწყოს ასე წრის დახატვა. თორე აქედან თუ დაიწყოს, მაშინ ასე დახატავს წრეს. ამიტომ ქვევით უნდა გაიხედოს რომ აქედან დაიწყოს, ანუ ქვევით დაიწყოს წრის დახატვა და ამიტომ უნდა მოვაბრუნოთ 90 გრადუსით მარჯვნივ. და შემდეგ უკვე circle დავახატინოთ წრე 30 პიქსელი რადიუსის მქონე და წრე კი არ დავახატინოთ, ნახევარ წრე, ანუ 360 გრადუსი ხომ არის წრის გრადუსული ზომა და ნახევარი წრე რომ დახატოს 180, 360-ის ნახევარი. მაგრამ აქ კიდე რაღაც მინდა ახლა ჩვენ. მოდი გავუშვათ და მივხვდეთ კიდევ რა გვინდას ES მივთითოთ enter და set position-ი პატარა ასოთი. ES და აი აქ დახატა ზუსტად ნახეთ ამის თქმა მინდოდა რომ დახატა წვრილი. ახლა წვრილი რომ არ დახატოს, აქ ჩვენ შეგვიძლია მივუთითოთ pen size. Pen size და pen size იყოს 5. გავუშვათ ES enter აი დახატა. წესით დავამთავრეთ. მოდი 13 კანტინოს დავაჭიროთ და ჩაგვითვალა. ესე იგი თუ ჩვენ აქ ნახეთ, ჩვენ ხომ აქ დაწერილი გვაქვს ES დიდი ასოთი, თუ ჩვენ აქ მივუთითებთ პატარა ასოთი ES, მაშინ არაფერს არ გააკეთებს, მაგრამ თუ ჩვენ მივუთითებთ დიდი ასოთი ES, მაშინ გააკეთებს. თუ პატარა ასოთი გვინდა, აქ შევცვლით უბრალოდ პატარა ასო და ამას დავწერთ ES და უკვე ამ შემთხვევაში ES და ამ შემთხვევაში უკვე დიდ ასოზე აღარ გააკეთებს. აი ეს არ გააკეთებს. მაგრამ თუ გვინდა რომ ორივეზე გააკეთოს,
მაგ შემთხვევაში or happy უდრის გავხსენით ბრჭყალი, კიდე გავხსენით და აქ დავწერეთ yes და მაშინ გააკეთებს. აბა გავუშვით, დავწერეთ პატარა ასოთი yes გააკეთა, გავუშვით, დავწერეთ დიდი ასოთი yes, მაინც გააკეთა. ამ შემთხვევაში შეგეძლოთ უკვე ასე ჯაგვეწერა, რომ დიდ ასოთსაც და პატარა ასოთსაც გააკეთებინა, გავუშვით და ასეც რა თქმა უნდა გვითვლის. Submit continuous დავაჭიროთ, გადავიდეთ შემდეგ დავალებაზე და ვნახოთ ახლა შემდეგში რა გვაქვს გასაკეთებელი. ესე იგი 6 კვადრატი, ერთი უნდა იყოს შავი, ერთი თეთრი, ერთი შავი, ერთი თეთრი და ასე შემდეგ. ესე იგი ყოველი კენტი უნდა იყოს გაფერადებული, ფერი უნდა იყოს ჩასხული და ლუწი არ უნდა იყოს გაფერადებული. კარგი, დავიწყეთ. ხვევით, ჩამოვედით ოდნავ ინტერზე, ფუნქციების შექმნა დაგვჭირდება, დავიწყოთ პირველ რიგში, ესე იგი, ეს მართკუთხედი უნდა იყოს 15 პიქსელის მქონე, მათ შორის მანძილი უნდა იყოს 5 პიქსელი, ესე იგი, ამ წერტილიდან ამ წერტილამდე არის 20. თუ ცენტრიდან მარცხნივ გადავდივართ, უნდა წავიდეთ -60-ით. ესე იგი, პირველ რიგში აუცილებლად pen up-ი გვინდა, pen up. შემდეგ გვჭირდება უკვე set position-ი და აი აქ გეუბნებოდით ზუსტად -60 უნდა იყოს x ღერძი, ხოლო y უნდა იყოს 0 და შემდეგ უკვე pen down. ამის შემდეგ უკვე ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ for loop-ი, ესე იგი for I in range და გააკეთე 6-ჯერ, ხო? რატო 6-ჯერ? იმიტომ რომ 6 კვადრატი გვაქვს. გადავიდით გვერდით, დავწერეთ 2 წერტილი, ჩამოვედით ქვევით. ახლა შევქმნით ფუნქცია, მაგალითად oneRect-ი მივუთითოთ, oneRect დავარქვათ სახელი ფუნქციას. და oneRect რა უნდა გააკეთოს? oneRect უნდა გააკეთოს სახელიდან გამომდინარე ერთი მართკუთხედი. ესე იგი define oneRect ორი ჭრილი, ორი წერტილი ჩამოვედით ქვევით და მოდი ჯერ გავაკეთებინოთ მართკუთხედი და მერე უნდა განვსაზღვროთ რომელში ჩაასხას ფერი და რომელში არა. პირველ რიგში for გამოვიძახეთ, ისე for I in range გავხსენით ჭრილი, მართკუთხედი რომ დავხატოთ, ვიცით რომ მართკუთხედს 4 გვერდი, 4 კუთხე აქვს, ამიტომ 4-ს ვუთითებთ 2 წერტილს და გავაკეთოთ forward, როგორც გითხარით 15 პიქსელი წინ და left-ი 90 გრადუსით. აი მოდი გავუშვათ, წამოვიდა oneRect თუ გვაკლია აქ, გავუშვათ, წამოვიდა და აი ერთი, ნუ აქ დახატავს ახლა 6-ვე კვადრატს, ხო? კი ბატონო, აქ დახატა 6 კვადრატი. მაგრამ ჩვენ ახლა ეს უნდა გადავაადგილოთ წინ, მაგრამ სანამ წინ გადავაადგილებთ, მანამდე უნდა განვსაზღვროთ აი აქ რომელში ჩაასხას ფერი და რომელში არა. ამიტომ ჩვენ წინა დავალებებში თუ გავიარეთ if statement-ი და ესეც მოიცავს if statement-ს, აქ აუცილებლად გვჭირდება if-ის გამოყენება. და if წერეთ და აქ რაღაცაში უნდა შევინახოთ მართკუთხედი პირველია, მეორეა, მესამეა, მეოთხეა თუ როგორ, ასე იგი, ამ შემთხვევაში გვაქვს true და false. ესე იგი, შეგვიძლია გავაკეთოთ boolean-ით, ანუ მაგალითად კენტები იყოს true, ლუწები იყოს false, ანუ ერთი მართკუთხედი თუ იქნება true, მეორე იქნება false, მესამე true, შემდეგი false, ისევ true, ისევ false. მაგრამ შეგვიძლია გავაკეთოთ ასევე დანაშთვა. მაგალითად, ამისათვის ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ რაღაც ცვლადი. ეს ცვლადი აქ უნდა შევქმნათ. ესე იგი, აქ მაგალითად ცვლადს დავარქვათ choice უდრის 0-ს თავიდან და აი აქ მე უნდა ვკითხოთ თუ choice-ი დავნაშთე 2-ზე უდრის 0-ს. ახლა რას ნიშნავს ეს? choice დავწეროთ პროცენტის ნიშანი, ამ შემთხვევაში დანაშთვის ნიშანი. ანტი 2-ზე ტოლია 0-ის. ახლა ეს რას ნიშნავს? ესე იგი თუ choice-ი გაყოფილი 2-ზე, ნაშთი ტოლია 0-ის. ესე იგი choice თუ 2-ზე გავყოფთ და ნაშთი იქნება 0-ის, ტოლი
მაგ შემთხვევაში ჯაზღი ფერი. გავიგეთ ხო? ეს პროცენტის ნიშანი არის დანაშთვა, ესე იგი გაყოფის შედეგად მიღებული ნაშთი. თუ ტოლი არის 0-ის, ამას ნიშნავს, ესე იგი choice ხო თავიდან 0-ია, 0 გავყოთ 2-ზე, ნაშთი არის 0, ესე იგი დავიწყეთ begin fill, აქ ჩაესხას ფერი, ანუ დაიწყოს ფერის ჩასხმა და აქ უკვე დაასრულოს ერთ მართკუთხედს რომ დახატავს, ეს ხო მართკუთხედს ხატავს და ერთ მართკუთხედს რომ დახატავს, მერე უკვე დაასრულოს ფერის ჩასხმა, ანუ end fill-ი გვინდა აქ. ახლა გავუშვათ და პირველში ჩაასხამს და მეორეში უკვე აღარ ჩაასხამს, მე მესამეში ჩაასხამს, მეოთხეში აღარ ჩაასხამს, მაგრამ ეს არ ჩანს ახლა, იმიტომ რომ პირველში ჩაასხა და მერე უკვე არ ჩანს, ამიტომ ჯერ აქედან მომდევნო პოზიციაზე უნდა გადავიყვანოთ, მაგრამ choice უნდა გავზარდოთ ერთით, იმიტომ რომ ყველაში რომ არ ჩაასხას. ახლა, კაი, მოდი გავაკეთოთ და მივხვდებით. ესე იგი, გავაკეთოთ pen-up-ი, აქ დაწერა მოგვიწევს, მაგრამ მინდა რომ დაინახოთ ჯერ. pen-up-ი, ახსენეთ ფშხილი, forward-ი და forward-ი გვინდა 20 pixel-ით, იმიტომ რომ თუ ამის გვერდი არის 15, ამათ შორის მანძილი 5 და აი ამ წერტილზე რომ მოვიდეს მეორე მართკუთხედის ქვედა მარცხენა კუთხეში, მაშინ 20 pixel. და მერე უკვე pen down. So, ახლა გავუშვათ და ყველაში ჩაასხამს ფერს. აქაც ჩაასხა, აქაც ჩაასხამს, აქაც ჩაასხამს, აქაც ჩაასხამს, აქაც და ყველგან ჩაასხამს. ახლა რატო ასხამს ყველგან? იმიტომ რომ ჩვენ choice 0 გავხადეთ თავიდან და ვეკითხებით თუ choice დავნაშთავთ 2-ზე და ნაშთი არის 0, მაგ შემთხვევაში ჩაასხი და ყველა პოზიციაზე, ყველა მართკუთხედზე 0 არის ნაშთი. ამიტომ choice-ი ჩვენ უნდა გავზარდოთ, რომ ნაშთი ყოველი ერთის გამოტოვებით 1 იყოს. ესე იგი აქ ჩვენ შეგვიძლია choice plus უდრის 1 დავწეროთ. ვსვათ choice plus უდრის 1. ესე იგი ეს ნიშნავს, რომ როდესაც ერთხელ შესრულდება ეს, მერე choice-ი გაიზრდება 1-ით, შესრულდება ეს, choice-ი გაიზრდება 1-ით და ასე შემდეგ. ესე იგი choice-ი თუ 0-ს უდრის, მერე ერთი მართკუთხედი რომ დაიხატება 1-ის ტოლი გახდება, მერე შემდეგი მართკუთხედი რომ დაიხატება choice-ი 2 გახდება, შემდეგი მართკუთხედზე choice-ი 3 გახდება და ასე შემდეგ. გავუშვათ თავიდან ჩაასხა, მერე უკვე აღარ უნდა ჩაასხას, შემდეგ ჩაასხა, მერე უკვე აღარ უნდა ჩაასხას, შემდეგ ჩაასხა, შემდეგ უკვე აღარ უნდა ჩაასხას. ესეც ასე წესით დავამთავრეთ, სამიც დავაჭიროთ, ჩაგვითვალა და გადავედით შემდეგ დავალებას.